ჩემთან ერთად მივდივარ დისკოტეკაზე და მაქვს ხოლმე და მხოლოდ 2 საათი იმისთვის რომ ვიბანაო, წამწამები დავიკრათ, მაგავიკეთო, არც დავისწორებ თუ დავიხო, სავარაუდოდ დავისწორებ. დავისწორებ გორჯობია. ანუ ვოლუმენები რომ მქონდეს ეგრეთ ჯობია თუ სწორი. მე მგონი სწორით მოჯობია. თავს დავისწორებ. მაკიაჟი მაქვს გასაკეთებელი, ეს არ ვიცი თქვი თუ არა. აუთფიტი მაქვს შესარჩევი, აზრზე არ ვარ ასვიცო. ხო და რა ვიცი, ამ 2 საათში იმედია რომ ამ ყველაფერს მოვასწრებ, იმიტომ რომ ხალხს 2 საათი მხოლოდ მაკიაჟისთვის სჭირდება თქმა. მე კიდე ამ 2 საათში ეს ყველაფერი მოვასწრო. ანუ self-care და რამე რომე გომყვარს, აი რაღაცნაირად მიყვარს, აი სადმე რომ მიდიხარ და აი ეს ვაიბი რა, რო ბრანჭები, ბანაობ, თან ახალი ნაბანაობი შეგრძნება ეს კრემებში რო ხარ და სუნებში და მიყვარს ძალიან. ხო და ეს პროცესი თან მომხიარებთ, მაბედენებს თან სტრესავს, იმიტომ რომ 2 საათი არ ვიცი ამ 2 საათში. რამდენად მოვასწრო მოკავეს და მე კიდე ხოლმე ზივარ და ვიღებ. და ეს არ ვიცი, დავდებ თუ არა მაგას, იმიტომ რომ 100-ჯერ გადავიღეთ, მილიონჯერ გადავიღებ ვლოგები აქამდე და დღემდე ვე ავაკონციალე რა ერთად. ხან თმარ მოწონდა, ხან ტუჩი, ხან სახე, ხან ძალიან უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობდი და მოკლედ რა ვიცი, რემედია ეს მაინც ეს ვიდეო მაინც აიკონწება და დაიდება საბოლოოდ და ვაფშე რომ დაიდება ვაფშე ნახველი ყოლება თუ არა ეგეც არ ვიცი, მაგრამ მკიდია. სამაგიეროდ რომ გავაწლები და რომ ვიქნები უკვე 5 შვილის დედა, არა 5 შვილია, ანუ რამოდენიმე შვილის დედა და მაგ ვიდეოს რომ ვუყურებთ ერთად, მაგრად ვიკაიფებთ. ხო, წავედი ხა მიბანაო თორე გავიდა დრო და ვეღარ მოვასწრებ ვეღარაფერს და ეს ხმა არ ვიცი გესმით თუ არა, იმიტომ რომ ეს ვენტილატორია ჩართული 40 გრადუსის სიცხეებით წვით აქ გერმანიაში, მოკლედ რა ვიცი, აი ყველაზე ფოს ამბობენ ხოლმე რომ ეგეთი გერმანია, ანუ ეგეთი სიცხე არ გვახსოვს გერმანიაში და ახლა ესეთი სიცხე როგორიც არის, ეგეთი სიცხე მართლა არ გვახსოვს. აი გეფიცებით ეს საშინელება, თან ჩვენი სახლი ესეთ კარგად გლოს არის რა, აი გასაკუთრებით ჩემი ოთახი, აი პირდაპირ ჩვენ სეზონს გადაყურებთ და შემოდის ხოლმე სიგრილი, აი მაინც სიცხეები რო იყო ხოლმე, მაინც გრილდებოდი რა, ოთახში კარგად გრილდევიყავი, მაგრამ ეხლა ესეთი სიცხეები გვაქვს აქ, აი ვარაფერი არ გაგრილებს საერთოდ, აი გონია რომ საუნაში შედიხარ და საუნდა რომ აი გინდა რომ აქედან გამოხვიდე და ეს საუნდა რომ გამიდიხარ ხოლმე რა და აი სიცივე რომ მოდის რაღაცა ესასიამო და აი ეგეთი სიტუაცია მაქვს რომ სადღაც ეხლა უნდა გავიდე, მაგრამ ვერსად ვერ გავდივარ, რომ გავდივარ ოთახიდან, მაგრამ გავდივარ ძალიან პოსლობარკო. წავდიხარ ბანავი. No tenerte en mi vida, vida mía. Ahí estás aquí lejos, siempre te siento presente y estoy pendiente de ti frecuentemente. Cuando estoy en la calle resolviendo mis problemas. De lejos yo puedo observar lo que tú me puedes pensar. Tú me dices que yo me dejo llevar. Será porque tienes un flow demasiado negro y criminal. Criminal, tu estilo, tu flow, baby, muy criminal. Criminal, muy criminal. Cuatro de la mañana. Radio reloj. 5 de la mañana. No todo lo que es oro brilla. Remedio chino e infalible. Cuando tú te vas, no me importa un carajo porque sé que volverás. Si conmigo te quedas o con otro tú te vas, no me importa un carajo porque sé que volverás. Filosofía, mi cabeza está vacía, ya no puedo más, ya no puedo más. Yo quiero estar contigo, vivir contigo. Y você agora vem assim, ó. Se você me olhar, vou querer te pegar e depois namorar, curtição. Milhões de gaiola, gata bebida, mas tá sem balada. Quero curtir com você na madrugada, dançar, rolar até o sol raiar.
მოკალდე მე მოვჩუქა კაპრანჭას, ესეც ჩემი დასრულებული მეიქაპი, ჩანთა, აუთფიტი და მოკლედ მზად ვარ. მოცა ყველაზე მთავარი არ უნდა დამავიწყლესები. ესე ძალიან მიყვარს, მაგრამ შეცდომით სხვა ვიყიდე. 91 უნდა მიღო და 71 ავიღე. მოკალდე ახლა მომზადებული ველოდები ჩემს დას. ჩემი და მოვიდა ახლა სამსახურიდან, იკეთებს თვითონაც მეიქაპს, აუთფიტებს შეარჩევს. ხო და რა ვიცი, გავალთ ერთი ალბათ 9 საათში. აუ როგორ მიყვარს ლოდინი, მაგრამ არ მოვასება. მაგრამ ჩემი თავი ძალიან მოვასება ახლა. აი ამ ყველაფრამდე ცოტა ესე ვიყავი რომ დაჟაებჭვიმეპარებ და ჩემს თავში და ჩემს აღმატებულებაში და ეგეთ რაღაცებში და ეხლა ძალიან ისე ვგზნობ თავს აი ფემინინურად, ვაიბურად, კარგად მოკლედ რა. ეხლა ეს ხმები თუ გესმით, კონდიციონერია, რომელიც მიდევს საწოლზე. აუ ძალიან მოწყოს. ასთან კარგად გამოვყურები. არაჩვეულებრივად. იმენა ლედი ვარ. ლედი. რას ვაკეთებ? აუ ხანდახან რა კრინჯი ვარ. აი როცა ბედნიერი ვარ, ძალიან კრინჯი. აი ჩაოლებრივი სიკრინჯი ვარ. ხო, რა, თითქოს მეპატიებაო რა. აუ თან ახს ნახეთ რა კარგი ვოლუმენი. ანუ ესეთ დახოვითმა არ მინდა რომ მქონოდა და არც მიჩერდება თმას დაისონზე რა ვიკეთებ ეგრე, მაგრამ ანუ საკმაოდ ვოლუმენურად. ანუ ვოლუმები მაქვს რა. კაი, ესო, მოკარგეთ ხათოს.
Oh no, it's coming, it's coming. Everybody jump. ხალხო ბოდიშით რომ ესეთ სიგნალებში მიწევს გადაღება და ამ კადრების დაფიქსირება. მე და ჩემი და უკვე მოვდივართ სახლისკენ, ნახეთ რა განახოთ როგორი სილამაზე. არ ჩანს ჩაბნელებულია სვაქაურობა, მაგრამ მე ვწუნებთ რომ ძალიან ლამაზია, ყველაზე მეტად რომ ძალიან ლამაზია რა. ხოდა რა ვიყავით დისკოტეკაზე ძალიან კაი დრო გავატარა. აუ შეთ როგორი სინათლე ელენე. ჩემი დაიღებს ვლოგს თავისი ვლოგისთვის თუ იუტუბ. იმენა რა ელენეც თავის ვლოგს აბავს. ხოდა რავი ანუ ძალიან კმაყოფილები ვართ, უზომოდ კმაყოფილები. მე ანუ ვიცოდე გადგილი ელენე პირველად ყავდა, იმიტომ რომ 18 წელს შეუსრულდა. რაც შეუსრულდა, თითქოს 2 დღის უკან გავხდით 18. ხო, მაგრამ როდეს გახდით 18-ს? ბოლო წელს, ანუ 7 თვის უკან. ხოდა ხო ანუ კაროში ველად იყო რა მან და ძალიან მოეწონა მანქაური სიტუაცია. ეთნო იყო და იმიტომ მომეწონა ძალიან, მაგრამ ჯერ არო გინაც ეთნო არ ყოფილიყო ძალიან მაგარი ვაიბი იქნებოდა. ანუ მაგარი ანუ მე ტექნო მომწონს ზოგადად, იმიტომ რომ რაღაც კაი ის არის რა სიტუაცია ტექნოზე. ანუ სხვა კლუბებზე და არ მომწონს, იმიტომ კი არ მომწონს რომ ანუ თემატო აი ტექნო მევასებოდა რაღაცა არა. სხვა ანუ უბრალოდ სხვა კლუბებში არის როგორი სხვანაირი ვაიბია რა. აი იქ მიდია ხოლმე ერთმანეთის გასაცნობა, დასაკერა და ასე შემდგომ და ეგენი ახლა მიდიოთ არ იყოს არ მისწორდება. მაგრამ ეხლა სადაც ჩვენ ვიყავით, იქ ვაფშე სხვა სიტუაციაა, მარტო აი სტუდენტები ან დადიან ან თუნდაც აი მოსწავლე, ან ისეთი ტიპების აი თავისუფალი ადამიანები, რომლებიც აჰაი. აი რა ჩეკი. რამათია. ეს არის ვენცები. ხოა გაწიწილი, უნდა გენახეთ სანამ წავიდე და სანამ წავიდე მარტო კარგად გამოვყურებოდი. ხوار გადავიდეთ, მანქანა არ ვუძის. ჩვენ გერმანელები. აი მე. ნაიწვანე. წავანეს. მე რა საშინელება ისე. ხალხი თავი მართლა აღარ ვაკლაპარაკის. გაცშული ვარ. სულ ვლოგობა. არა ვლოგობა არ მინდა. მაგრამ ის ერთადერთი ისა რომ 5 საათში უნდა 4 საათში უბრალოდ უნდა ავდგე წავიდე ფანტაზიალანდში. დილის თითქმის 6 საათი. მხოლოდ რაც მოასწარე, უბრალოდ მოასწარე რა. არ მეჩქარება არსად, მაგრამ მხოლოდ რაც შევწერი სახე დამიბანა, დამიტანიანებინა, ტუჩების დამიტანიანებინა, ჩემი ჩალოჩებები და ჩამიცვა საღამური. აი დანარჩენი ვაფშე ვეღარ ვახერხებ, ვერაფერს მეცინება. და ტანის გათოვლებაც ძალიან მინდა, მაგრამ აი ისე მეცინება, ისე მკვდები ხალხო, რომ ეხლა თუ არ დავიცინ, აი ეს შანსი არ არის. როგორც კი გავიღუძებ, მე გადავევლებ. ძალიან მეცინება, ძალიან. მეგონა რომ ის გზაში ჩამიცინებოდა რა. ანუ მეცინა ფაქტობრივად შემიდა მოღვიწებდა ხოლმე წარა, მაგრამ რა არ გავსულიყავი. ხოდა დავიცინებ. და დილით რა ვიცი, დაგენახებით თუ არ დაგენახებით არ ვიცი, მაგრამ მეცდები რომ დაგენახო. ნახეთ ეს როგორ არის. ისაც ხელა რა ფეხი მოვატეხე, მოვაკეთე კი არა მოვაძერი და საწოლში ჩავჩილე. რომ აი რაც შეიძლება ახლოს იყოს ჩემთან. მაკარონი გავიკეთე. ნაბახუსევზე არ ვარ. ზოგადად გარეთ ესეთ ადგილებში როცა ვარ ხოლმე არ ვსვავ. ანუ თუ სტყვაზე ვინმე ამაყურებელი არ არის ჩემი, მაგრამ ხა ამჟამად ჩემ პატარა დასთან ერთად ვიყავი და შესაბამისად პასუხისმგებლობა მე მებარა და არ დამილევია საერთოდ, მაგრამ აი იმდენი ენერგია დავხარჯე, უბრალოდ გენახათ აი დღეს თვით რომ ავდექი, აი მუცელი იყო, აი ესე. ფეხები იყო ჩვეულებრივად ესე. აი ძალიან გამხდარი ვიყავი. ეხაც გამხდარი ვარ, მაგრამ დილით აი არ ვიცი, აი კარჩ ძალიან მომშვიდა და გავიკეთე ეგეთი რაღაცა და ხა შევჭამ. იმედია კაი ვლოგი გამოვა. მოკლედ მაკარონი არ მეყოდა. გადავინაცვლე ნაყინზე. ბოდიშით. სასწაული ვაფშე არ დამელევი არაფერი საერთოდ.
თავს გზნობ როგორც აი მაგარ ნაბახუსა თქო თელ საღამო სვავდი რა ძალიან მაგარითო გავატარეთ აი მართლა ძალიან აი არაჩვეულებრივი დრო გოში ყველაფრის გადაღება ვერ მოახერხე ანუ ვიდეოები გადავიღე რაღაცეები ანუ როგორი სიტუაცია და ეს როგორი გარემო იყო მაგრამ ეს ყველაფრის ვერა რა აი მაგალითად გარეთ როგორი იკრიბებიან ახალგაზრდები და საშუალო შემდგომ არავაშავს შემდეგში გადავიღებ განახებთ მაგრამ აი ძალიან კაი სიტუაცია იყო და ძალიან მომწონს აი ეგ სიტუაცია რატომ მომწონა უბრალოდ ეგ სიტუაცია იმიტომ რომ ყველა იყო თავისთვის ვაფშე საერთოდ ანუ არავინ არავის არ აწუხებდა ანუ თავისთვის ცეკვავდნენ რა даже აი მეგობრები თქვენც იყვნენ მისულნი და თავიანთი არტინორებით даже ეგენიც კი ერთმანეთს არ ცეკვავდნენ ყველა თავის პონტში იყო რა ესე რომ ვთქვა და ყველა თავისთვის ცეკვავდა ანუ არავის არ აინტერესებდა სხვა აი თავისთვის თქოს აი მაგ ტემპს მაგ მუსიკას ტექნოს ყვებოდნენ რა და აი ეს ძალიან მომწონს ზოგადად ტექნოში და ზოგადად აი მაგ ადგილას ახლა სხვაგან ანუ სხვაგანაც დაახლოებით ტექნოსაც არის იგივე სიტუაცია არის მაგრამ აი მე ვიძახი რომ აი მაგალითად საქართველოში არ ვიცი როგორი სიტუაცია ან თუნდაც სხვა ქალაქებში ეგეც არ ვიცი ნამდვილად როგორი სიტუაცია როკერიდან კაი სიტუაციიდან გამომდინარე გეუბნებით ერთი ვიცი რომ პატარა ეგოც ახლა ბარები ვითო არის აი კლუბ-ბარები რა საცეკვავები ან ტექნო რო არ არის მაგრამ უბრალოდ აი კლუბ-ბარები რო არის ეგენი არ მომწონა საერთოდ და არ მომწონს იმიტომ რომ თითქოს აი ყველა მიდის ერთმანეთის გასაცნობად და ასე შემდგომ და ეს არ არის ჩემი სიტუაცია და თან კიდე ეს ლათინოამერიკულ მუსიკებს ან ესეთი მუსიკებს მგონია რომ სახლშიც დაუკრავ და სახლშიც იმღერებ და ხო ხვდებით ასე გულისხმობ რა ესეთი მუსიკები არა შეგეძლო აი ნებისმიერ შეთჩართო და ანუ ნებისმიერ ადგილას იცეკვა მაგრამ აი ის ტექნო რაღაც იყო აი მოწვეულთა დიჯეები და რაღაც ახლა სახში არ გეყოლება და ანუ ეგეთ კარგ ხარისხში და ეგეთ ბასებში და ესეთ ვერსად ვერ მოსვით თუ არა და თვითონ აი ეგეთ ადგილზე რა სადაც დიჯეი მოდის და მოკლედ ძალიან მომწონდა მართლა მოვფლიყავ ჩემი და რა ვიცი ოვაციებში იყო არ ვიცი ვიდეო ჩავსვი თუ არა მომწონა თუ არა დავამუშავებ მანდ კი ვახსენე 18 წელს რა იყო 18 წელს რა არის გახდა და პირველად წავყან ბევრს ვეხოწებოდა ძალიან მთხოვდა და რავი ეხა შაბათ-კვირას აუსრულებ მეც პირადად რავი როდის ვიყავი ბოლოს დისკოტეკაზე ანუ დისკოტეკაზე კი როგორ არა მაგრამ აი ნაყენსო ჩავკობთ ჩემ თირან ან დადნა რა და თირან შემეძილა სახეზე და ძალიან ის რა ვთქვა არაესთეტიური სანახაობა იყო ხო და მოკლედ ხალხო ეს მყურეთ და კომენტარით როგორ ერთობით საქართველოში ან თუნდაც სხვა ქვეყნებში როგორი სტილია ან თქვენ როგორი სტილი მოგწონთ ან აი საქართველოშიც მაინტერესებს უფრო მეტად იმიტომ რომ ეხლა ერთ თვით ჩამოდივარ ზაფხულში და მინდა რომ ცოტა ისეთ კარგ გარემოებებში გასართობ ადგილებში ვიაროთ ხო და რა ვიცი რა ეხლა ძალიან გაფსხული ვარ არ ვიცი რა სულაპარაკობ მართლა ვაღოთ სალაპარაკო ბევრი მაქვს მაგრამ აი ძალა არა მაქვს რა რომ ველაპარაკო აი მინდა რომ პროსტა ვიწვე და თვალები ხჭური მქონდეს და ვაფშე არაფერი ვაკეთო ეხლა ეს ვიგებთ ეხლა ვჭამ ვანილის ნაყენს რა და ამ მომენტში ხამ ამ სიტუაციაში რატომღაც ეს ნაყენი მისწორდება და ეს ვანილის ნაყენი და ადრე ესე რომ ვთქვათ მუშაობდი სანაყინაში ხო და ან სახელი ერქვა კაფე დე სოლ ვაიცი კაფე დე სოლი არ ქვია აი სოლოკვი კაფე დე სოლ როგორ მოვედი ვაფშე კაფე დე სოლი არის ხოთა შორის აქ ერთ-ერთი ჩემს საყვარელი რესტორანი რა ხო და ეს კაფე დე ანუ კარჩი ანუ სოლოკვიეს ერქვა მაგ სანაყინას და მანდ მუშაობდა ჩემი პირველი სამსახური იყო 18 წლიდან დავიწყე მგონი თუ 16 წლიდან და ესე სკოლის გვერდზე რო ვთქვათ, მუშაობდი ხოლმე, რომ გამომუშავებინდა ჩემი თანხა და რაღაცები მე დატყვაზე.
ანუ როგორც აი პირველი გამოცდილება, სამსახურის გამოცდილება და მაგ სანაყინაში ქონდათ აი ძალიან განსხვავებული ნაყინები, აი როგორ ნაყინები ქონდათ, აი ბუსტონეულის ნაყინი მაგალითად. აი ხო ხვდებით აი რომ და ამოიღოთ და ესეთ ჭიქაშია ჩადოთ რა. დაჟე ქონდათ ლუდის ნაყინით ქონდათ. კიდე ეს ნაყინი ქონდათ განსხვავებული. ლავენდეს ნაყინი ქონდათ. ყველის სხვადასხვანაირი ასორტის ნაყინები ქონდათ. ანუ დაახლოებით რა გიხწეროთ, ძალიან ბევრი განსხვავებული ნაყინები ქონდათ. ოღონდ ისე კი არა, რომ აი მაგალითად ყოველ დღე ანუ ყველა განსხვავებული იყო. ანუ იყო ეს მარწყვის ნაყინი, აი basic ნაყინებიც იყო. უბრალოდ ეს ექსპერიმენტებისაც უყვართ, შეეძლოთ მსგავს ნაყინებით შეეცით, მაგრამ ეს ძალიან გემი ნაყინი იყო. აი ხა ბუსტნეულის ნაყინი დაფიქრდი, აი კიდრი პამიდორის ნაყინი. ანუ დაფიქრდი რაღაცა ისე ჟღერს რა, ანუ მეთქი რაღაც საზღვრებას ავიქნება რა, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო. უბრალოდ აი რომ ნახკეშმაკს ეცახიან გერმანელები, აი რომ შეჭა მაგალითად და ეგრევე ის გემო რო არ არის, მაგრამ აი რომ ჩაყალბა უკვე და რაღაც გემო რო რჩება პირში, აი ეს გემო რჩებოდა სასიამოვნოდ რა, ანუ სასიამოვნოდ და თან კიდე ისე აი მაგათ ბუსტონეულის გემოში რა. მაგრამ არ გაწუხებ ესე არ იყო რა, შეწუხებული იყავი მაგითი. ხო და ბევრი ეგეთი რა ვთქვათ განსხვავებული ნაყინი ქონდა რა მოდიოდა ხალხი და რა უკვეთავდა ან მარტო ვანილის ნაყინს ეს ვანილი ან კიდე შოკოლადის ან მარწყვის ესენი არის ყველაზე basic ნაყინები რა აი ჩემთვის ახლა რა დავფიქრდე და ვფიქრობ აი ღმერთო აი ძალით ვაწონდი ხოლმე მოდი არ გინდა გასინჯოთ ეს ნაყინი მეთქი რა აი პროსტა გაის ანუ ფასი იგივე იყო ყველაფერზე საერთოდ ანუ მაშინ 1 ევრო და 20 ცენტი ღირდა ერთი ცალი სკუპი რო თქვათ ბურთულა ერთი სკუპი რა ერთი სკუპი ნაყინი ხო და ყველა ეგრე იყო ანუ არ იყო ეს განსხვავებული მაგალითად ის 2 ევრო და 20 ღირს მაგალითად ის 80 ცენტი ანუ ყველა ღირდა იგივე და მე უბრალოდ მინდოდა რომ ხალხს გამესინჯებინა და მე რომ ადრე ვიყავი და რომ სინჯავდი ანუ ჭამდი ხოლმე ძალიან მომწონდა და არასოს არ ჭამდი არც ვანილს არც შოკოლადს იმიტომ რომ ძალიან ბეიზიკი იყო და არც ხამი ამდენი რატო ველაპარაკე ამ ყველაფერს მაგრამ ეს რომ ჭამდი გამახსენა და მომდობოდ მომეყოლა თქვენთვის უბრალოდ ანუ რატო ჭამდნენ მაგას რა ხვდები ანუ შეძლოთ დაიგონებინათ მე მომიდებოდა გამესინჯა მეგეთი ის ინტერეს თაგუნია აი კიდე დათნა აი ესეთი შევთხოვ მქონდა ოღონდ თლიანზე კეცა